30 წელი არ ულოცია და ჭკუას არიგებს, ესე იგი წმინდა სინოდს და პატრიარქის თანამოსაყრეს. არა მარტო არიგებს, ლანძღავენ. არ დაიჯერო, სიცრუეა. უკუღმა განმარტავს სახარებას. ყველგან, სადაც ლაპარაკობს, აბსოლუტურად. სახარება მას გახდილი აქვს თავისი პირადი მცარი შეხედულებების გასამართლებლად. გადაჭარბების გარეშე ვარ. ბოროტებაზე პირდაპირი გაგებით. ამბობენ რომ ეს არის ჭეშმარიტება, სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე ამბობენ რომ ყავლი გაუვიდა უკვე, დრო მოჭმულია და არასწორია და მცდარია. აი ვინ არიან ისინი? ისინი არის ეშმაკის მსახურები, პირდაპირი გაგები, გადატანით არ ვაყო. ეშმაკებს ზიათ თავის მსახურები ყავს, არა მარტო ერში, ხელისუფლებაში და სხვა, მას ყავს თავისი მსახურები და არ თუ ცოტა სამღვდელოებაში. მე მღვდელი გეუბნებით ამას, იმიტომ რომ 45 წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით. ბევრი მათგანისთვის მღვდლობა ეს არის მხოლოდ შემოსავლის წყარო და დასამალია. მაგრამ დადგება დრო, ეგრეთ წოდებული როის ურბნისი აქაც იქნება ღვთისმადლით. აი საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს. არ უნდა არა კონკრეტულად რომელიმე მიტროპოლის თუ მღვდელთავარს, არამედ ავნოს საზოგადოდ ჩვენს ეთს და რო კითხო, ესე იგი განმანთავისუფლებლები არიან. ბოროტის მიერ შეკრებილების საზიანოდ ეკლესიის. იმიტომ რომ თუ ეკლესიას პატრიარქს და სხვა ავტორიტეტი დაეკარგება, მიიღამოვა ურწმუნოთაგან ან მერყევთაგან ტაძარს და ვინ იფიქრებს სულის ხონებაზე და განმტკიცებაზე სარწმუნოებაში.